მადლობა ბატონო გიორგი რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება, ახალი მთავრობა უკვე ყავს, ახალი პარლამენტი უკვე ყავს. ლარს რაც ჭირს, ჩემი კიდევ ერთხელ გამეორება აღარ ჭირდება. მითხარით რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და როგორ აფასებთ ახალ მთავრობას, რომლის დამტკიცებაც ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე მიდიოდა 2 დღის განმავლობაში ქუთაისის პარლამენტში. გამარჯობათ ქალბატონო ინგა, გმადლობთ რომ ამ საშუალებას მაძლევთ თქვენი პირდაპირ ეთერით მიმართოთ საზოგადოებას. მოგეხსენება ჩვენ წინასაარჩევნოდ მთელი წინასაარჩევნო კომპანია ლეიბორისტული პარტიისა აგებული იყო სწორედ იმ თეზაზე, რომ არ შეიძლება ოლიგარქების, მილიონერთა კლუბის, ბანკირების ხელისუფლებაში დაშვება, მათთვის ქვეყნის მიბარება და პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა. რადგანაც ისინი იმოქმედებენ არა ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირადი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. და სწორედ სამწუხარო ჩვენ დასაუბედუროთ, სწორედ ესეც ხდება, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ იმ პროცესებს, რაც არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც ვითარდება, ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათი გაღატაკება, გაღარიბება და პარალელურად იზრდება მოგება იმ კლანისა, იმ ჯგუფისა, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული პოლიტიკური ძალაუფლება. მე გეტყვით ბოლო მონაცემებს, საქართველოში მომქმედი ბანკების მოგებამ შეადგინა 9 მილიარდზე მეტი. ეს არის ბოლო 9 თვის მონაცემები და პარალელურად ჩვენ უყურებთ, გამქვეყნდა და თქვენს აქცენტი გააკეთეთ ამაზე, იუნისეფის მონაცემები, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი ჩვენს ქვეყანაში შიმშილობს, მას არ აქვს და მის მშობლებს არ აქვს საშუალება რომ გამოკვებონ ეს ბავშვები, წაიყვანონ სკოლაში, უყიდონ წიგნები, ჩააცვან და ჩამოაყალიბონ ისეთ მოქალაქედ, რომელიც გამოადგება მომავალში საზოგადოებას, საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ასე შემდეგ. ამ დროს ჩვენ ხელისუფლებიდან ვისმენთ აპოკალიფტურ სისულელეებს და სიგიჟეებს მიწყობით, აი თქვენ აქცენტი გააკეთეთ როგორ იმის შესახებ რომ ქუმსიშვილმა გამოგვიცხადა რომ თურმე არაჰეჯირებული ისინი ავიღეთ ჩვენ სესხები და წარმოდგენა არ აგვაქვს საერთოდ ცხოვრებაზე, წარმოდგენა არ აგვაქვს ფინანსებზე, წარმოდგენა არ აგვაქვს საბაზრო ურთიერთობებზე და ამიტომ თურმე ჩვენი უცოდინარობის მსხვერპლი აღმოჩნდით. თუმცა მანამდე იგივე განგვიცხადა ჩვენ ამ ქვეყნის კრიმინალმა ოლიგარქმა, მართველმა, ბატონმა ივანიშვილმა და თუ სესხს იღებ, ჩემო კარგო, უნდა ყავდეს ბანკირი აყვანილი კონსულტანტად და იმის მეშვეობით უნდა ახორციელებდეს მოდით გიორგი, თუ შეიძლება ივანიშვილს დავანებო თავი, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ახლა უკვე ახალი მთავრობა, მთავარი განცხადებების გამკეთებელი, მთავარი გადაწყვეტილებები ვინც უნდა მიიღოს, ვისაუბროთ კვირიკაშვილზე და მინისტრებზე, რომელიც წარმოადგენენ ეკონომიკურ გუნდს და არა მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს. რატომ გეუბნებით რომ თავი დავანებოთ, ანუ დღეს ივანიშვილი აღარ არის ქვეყნის პრემიერი, ამიტომ მე მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო, რამდენად თქვენ დაინახეთ ახალი პრემიერისგან საქმის კეთების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შნო. ქალბატონო ინგა, კვირიკაშვილი ისევეა პრემიერი ამ ქვეყნისა, როგორც მე ვარ ტაილანდის მეფის შთამომავალი. აქტუალურია ეს თემები. კვირიკაშვილიც და დანარჩენი მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის შემადგენლობაც. ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ არის მთლიანად კონტროლირებადი ბატონი ივანიშვილის მიერ. მთლიანად წარმოადგენენ მარიონეტებს მის ხელში, მათი ფუნქციები, მათი მოქმედება, მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ დამოკიდებულია არა ქვეყნის ინტერესებზე, ისინი მოქმედებენ არა საზოგადოებრივი სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებენ სწორედ ივანიშვილის ნების შესაბამისად, რადგანაც მათთვის ძალაუფლების მინიჭების წყარო ხალხი კი არ ყოფილა, არამედ ისინი დანიშნა შეპესე საქართველოში, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის საკუთრებას, დირექტორებად, ასე ვთქვათ, მენეჯერებად დანიშნა სწორედ ივანიშვილმა. ამდენად ისინი კი არ მოქმედებენ სახალხო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისინი იმოქმედებენ
იმ პირის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელმაც ისინი თანამდებობაზე დანიშნა, ანუ ივანიშვილთან. ჩვენ თუ არ გავსაზრდეთ, საიდან მოდის ეს ბოროტება, რა ჭირს ჩვენ ქვეყანას და პასუხისგებლობას გადავანაწილებთ ნომინალურ პირებზე, მაშინ ბუნებრივია ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავჭრით, ამ ბოროტებას ვერ მოვერევით და ქვეყანაში გაგრძელდება ის უბედურება, ის მომსვლელი თვა. ეს არის სახელისუფლებო გუნდი, რომელსაც მოუწევს 4 წლის განმავლობაში მართოს ქვეყანა და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მე ივანიშვილის ესენი ხელისუფლება არ არის. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილის განცხადებები ჩვენ მოგვისმენია, მაგალითად პირადი ბანკირი აიყვანე და ასე შემდეგ. აი ჩვენ ვიცით ერთი განცხადება, მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, რეპუტაციულად ძალიან სანდო რეპუტაციის ადამიანი ზაზა ხუციშვილი, რომელიც სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენს. მისი ერთი განცხადება, ლარზე ჩვენ მოვისმინეთ, რომ $1000-თან შედარებით თურმე 2400 ლარი მაშინ 24 იყო და ძალიან მაგარია. ეხლა უკვე ახალ განცხადებას ვისმენთ, ანუ რატო ვკითხულობ ეხლა მე ამას? ამ ადამიანებს ასე სჯერათ, ასე გონიათ, რომ ეხლა აიძულებს ვინმე, მაგალითად მან თქვა, ქართული ლარი 50% დოლართან მიმართებაში. როგორც გაუფასურდა ქართული წარმოების პროდუქტი, ასე არ გაძვირებულა. ანუ სახელისუფლებო გუნდი ჩვენ გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ ისინი დავზარალდით, ვისაც გვაქვს ბანკის კრედიტები. არის ეს ასე? ბუნებრივია, მე სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტი, რომ გამოდიან და აპოკალიფტურ სისულელეებს აცხადებენ ტელეეთერით. მათ არც ყოფნით კომპეტენცია და მიზეზიც ვერ ნახეს, როგორც მანამდე შეჩეული იყვნენ, რომ რაიმეს დააბრალონ. ეხლა ერთადერთი მიზეზი დარჩა ფიდელ კასტროს გარდაცვალებას დააბრალონ ლარის ესე გაუფასურება. მეტი მიზეზი ამოწურეს ბატონ ხუციშვილს, რომელიც პარლამენტარია, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართულ ბაზარზე საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია არის მხოლოდ 30%. 70% ბაზრობებზე, სუპერმარკეტებში რო შეხვიდეთ, არის უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც იმპორტიორი ყიდულობს დოლარზე. აქედან გამომდინარე, როდესაც დოლარი ასე მყარდება და ლარი უფასურდება, მისი თვითღირებულება მოიმატებს. ამავე დროს პროდუქციის თვითღირებულებაში შედის საწვავის თანხაც. და ჩვენ უყურებთ, როგორ ყოველდღიურად იზრდება საწვავზე ფასი, ასევე ჩვენ მომსვლელი ვიქნებით და ეს პირდაპირ ხელშეკრულებებში უდევთ ენერგო კომპანიებს, რომ მომავალში და 31 დეკემბრამდეა სწორედ ვადა, რომ ლარის ესე გაუფასურება აუცილებლად გამოიწვევს ტარიფების გადახედვას. და ეს განსაზღვრულია, რომ ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე აუცილებლად მოიმატებს ტარიფები, ეს იმ დროს, როდესაც აი სტატისტიკური მონაცემებს რომ მივყვეთ, მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც იყო დასაქმებული, არ იზრდება შემოსავლები ადამიანებისა, ამავე დროს იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კრედიტი აქვთ გამოტანილი ბანკიდან და უკვე ვერ იხდის ამ კრედიტებს. თქვენ შეგიძლია შეხვიდეთ ბანკის მოვალეთა რეესტრში და იქ ჩანს ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, ყოველდღიურად იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, ვინც უკვე გადაცემულია, ვისი საქმეც გადაცემულია აღმასრულებელს და ხვალ თუ ზეგ მათ გამოასახლებენ უკანასკნელი საცხოვრისიდან და დატოვებენ ქუჩაში. ამიტომ იზრდება ქუჩაში დარჩენილთა უპოვართა რაოდენობა ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი სიღრმისეულად თუ ჩავყვებით და ანატომიას გავიგებთ, ამ სიტუაციისას სწორედ ოლიგარქიული მართლობის პრინციპებიდან გამომდინარეობს ის მდიდართა ჯგუფი, რომელიც 1% წარმოადგენს რიცხობრივად საზოგადოების, მაგრამ დაუფლებულია ბიზნეს, საბანკო სექტორს, ყველა წარმოებას, პოლიტიკური ძალაუფლება ხელში აქვს, ის მოქმედებს საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უნდა გავიგოთ და რა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მოვასწრო, აი თქვენ საუბრობდით წეგან ერთგვარ შეთქმულებაზე, ხელისუფლებასა, სახელისუფლებო გუნდსა და ბანკებს შორის. კახი კალაძემ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. აი მე მინდა ეს შეგახსენოთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანაო. ანუ თუ გადავდებთ გვერდით შეთქმულების თეორიებს და აი ამ ინიციატივას, ამ მოსაზრებას მიუყვებით, იქნება ეს თქვენი აზრით გამოსავალი და შეღავათი ხალხისთვის?
ეს განცხადება კალაძის შეგვიძლია შევიტანოთ იმ სულელურ განცხადებათა რეესტრში, რომელიც მრავლად მოვისმინეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. აი გეტყვით აუცილებლად გეტყვით. პირველი, ვერ დაავალდებულებ ბანკებს, რომ გადაიყვანონ აუცილებლად თუ კრედიტი გამოტანილი გაქვს დოლარში, გადაიტანონ ლარში, რადგანაც მათ რესურსი მოპოვებული აქვს სწორედ უცხოეთიდან დოლარში, ეს ერთი და მეორე, როგორც კი გადაიყვან და როდესაც შენი ლარი არის აბსოლუტურად არასტაბილური, ასტრონომიულად გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ დოლარში იქნება თუ ლარში სესხი, რომელსაც ვერ გადაიხდი, ვერ შეწდება მოქალაქე, ვერ შეწდება კრედიტის ამღები, ბუნებრივია შედეგი იქნება ერთი და იგივე. ამავე დროს პრობლემა მარტო ქალბატონო ინგა ის ხო არ არის რომ ბუნებრივია უდიდესი პრობლემა და ყოველდღიურად ურთხამს იმ ადამიანებს ვისაც კრედიტი გამოტანილი აქვს უცხოურ ვალუტაში ბანკიდან, მაგრამ პროდუქტზე რო ფასი იზრდება, ენერგომატარებლებზე რო ფასი გაიზრდება, მგზავრობაზე რო ფასი გაიზრდება და უყურებთ უკვე განაცხადეს რომ ყვითელი ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ტაქსები ზრდიან მგზავრობის ღირებულებას. ამას რა უშველის და ესეთი განცხადებები მიმანიშნებელია იმაზე, რომ გეგმა მწყობრი გეგმა როგორც პირდებოდნენ სწრაფი განვითარების, აგუგუნების, აყვავების შესახებ ესეთი არ არსებობს. ეს იყო ბლეფი. ამიტომ საუბრობ რომ ეს ყოველივე არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათი გაღატაკების, გაყოლების შესახებ, რათა კიდევ მეტი ქონება, მეტი მილიარდები, მეტი მილიონები კალაძეებმა, ივანიშვილებმა, ქუმსიშვილებმა და სხვა ამ კლანის და ბანდის წევრებმა დააგროვონ და ამის მომწვენი ვართ ჩვენ ყოველ დღე და ეს უნდა დავამთავროთ, რაც შეიძლება თორე წინამდეგ შემთხვევაში არ ჩვენ შვილებს, არც ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება. ეს არის მთავარი ამოცანა ქართული ხალხისა და ქართული საზოგადოების. დიდი მადლობა, თქვენ ვიყავით ჩვენი სტუმარი. ბლუმბერგის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებაში ვაჭრობა 2 და 5.17 დაიწყო, ახლა კი 1 დოლარი 2 და 53 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, თუმცა თუ ოფიციალური კურსი 2.42-ზე მაღალი იქნება, ეს ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი აღმოჩნდება. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5-ზე გამოაქვეყნებს. ახალი მთავრობა, ახალი პარლამენტი და ძველი კიდევ უფრო გამწვავებული პრობლემები, უმუშევართა უზარმაზარი არმია ქვეყანაში და მოსახლეობა, რომელსაც ჯერ მთავრობისგან პასუხი არ აქვს. 800,000 პენსიონერს, რომელთა ძალიან გაუძვირდათ, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა, თუნდაც მედიკამენტები, პენსია 2018 წლიდან მოემატებათ. შაქარი, რომელიც ცოტა ხნის წინ 1 ლარი და 50 თეთრი ღირი და უკვე 2.20 ღირს არის, ვარაუდი რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ქვეყანაში შემოსული იმპორტირებული პროდუქტი, ეს იქნება წამლები თუ ნავთობპროდუქტები დოლარზეა მიბმული. ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ არ გაძვირებია ცხოვრება მათ, ვისაც ბანკის სესხი არ აქვს, თუმცა UNICEF-ის კვლევის მიხედვით ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-აა გაზრდილი და მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება. ჩვენს ხელფას ლარში ვიღებთ. მოსახლეობის უზარმაზარი პროცენტი ვერც ლარში, რადგან მათ სამსახურიც კი არ აქვს. დღეს ბიზნეს რეზონანსი წერდა, რამდენად შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წელს გაზეთის ინფორმაციით. 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 26,000 ჩამორჩება. როგორც სპეციალისტები ამბობენ გაზეთთან საუბარში, სავალუტო კრიზისის გამო დასაქმებულთა რაოდენობა სამომავლოდაც შემცირდება, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. დაქირავები დასაქმებულთა კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. ხელისუფლება ახლა ეძებს გზებს და გამოსავალს, როგორ შეიძლება შეაჩეროს ლარის ვარდნა, თუმცა ეკონომიკურ გუნდში რეალურად იგივე ხალხია და ცვლილებები შეიძლება ითქვას კოსმეტიკური იყოს. შესაბამისად ჩდება კითხვა, აქამდე რატომ არ არსებობდა ან არსებობდა თუ არა ჩამოყალიბებული გეგმა, რა შეიძლება ეშველოს ლარს და ხალხს, ვისაც ბანკის კრედიტები აქვს. გასული წლის მონაცემებით მსესხებელთა 67%-ს აქვს სესხი დოლარში. ეკონომიკის ყოფილმა და ამჟამად უკვე ფინანსთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმა საბანკო კრედიტების ზარალი ჩვენვე დაგვაბრალა და გითხრა რომ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია, თორემ არ დავზარალდებოდით და დავეჯირდებოდით.
ხუმსიშვილის ეს განცხადება როგორც ჩანს მაინც და მაინც კომფორტული არც სახელისუფლებო გუნდისთვის აღმოჩნდა განმარტებების ან განცხადებებისთვის მაგალითად გუშინ TV პირველზე ნინო ჟიჟილაშვილთან გუნდის ახალმა სახემ ირინა ფრუიძემ იმედი გამოთქვა რომ დიმიტრი ხუმსიშვილი მომავალში უფრო მარტივიანით ისაუბრებს მეტად გასაგები რომ გახდეს მოსახლეობისთვის ანუ გამოდის რომ ჩვენ არ გვესმის თორემ ვიცე-პრემიერს თურმე საგანგაშო არაფერი უთქვამს